რაც შეეხება ჩვენი გადაცემის პირველ თემას, წარმოგიდგენთ სტუმრებს მარი გეთიაშვილი, განათლების საერთაშორისო აკადემიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი არის სტუდიაში. მოგესალმები მარი. ასევე ნინო მწარიაშვილი, ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და პროექტების მენეჯერი. მაყურებელს უთხრათ, რომ ვისაუბრებთ ქართულ-ბრიტანული სკოლის შესახებ, რომელიც ბაკურიანში გაიმართება უკვე 2017 წელს და როგორც გითხრას, ორგანიზატორებმა ეს ყველაფერი დაამტყიეს ძველით ახალი წლის აღნიშვნას. მოგესალმებით, პირველ რიგში და დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. ჯერ მოკლედ გეტყვით ზოგადად განათლების საერთაშორისო აკადემიის შესახებ. ვახორციელებთ პროექტებს საქართველოს მასშტაბით, მოვიცავთ უნივერსიტეტებს, ასე ვთქვათ, თანამშრომლობთ ბიბლიოთეკებთან, როგორც არის მაგალითად სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ვახორციელებთ კონფერენციებს, რომელიც სამეცნიერო შინაარსისაა და სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას რომ ჩაერთონ და მაქსიმალურად მიიღონ ის ცოდნა და ის გამოცდილება, რაც აუცილებელია თითოეული სტუდენტისთვის. და ახლა უკვე გადავალთ იმ თემაზე, რასაც ქვია ჰოგვარტსის ქართულ-ბრიტანული სკოლა, რომელიც განხორციელდება უკვე 2017 წლიდან და სტარტს აიღებს 14 იანვრიდან. კონკრეტულად ამ სკოლის იდეა გაჩნდა იქედან, რომ ჩვენ როგორც ქართველებს არ ქონდა, ასე ვთქვათ, საშუალება, რომ ჩართულიყავით მაგალითად ჰოგვარტსი, როგორც ასე ვთქვათ, ჰარი პოტერში ცნობილი გმირია და გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი ჯადოსნური გარემო, ისეთი სივრცე, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცემოდათ მიიღოთ განათლება. ყოფილიყო სკოლა ქართულ-ბრიტანული, დაგვეჯილდოვებინა ორენოვანი სერტიფიკატებით, მოგვეწვია ლექტორები და გამოცდილი კადრი, რომ მათთვის ასე ვთქვათ мотивация მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება და გადავწყვეტეთ ზუსტად აი ამ სკოლის შექმნა, რომელში მონაწილეობის უფლებაც უკვე 8-დან 18 წლის ჩათვლით მოსწავლეებს აქვთ. მახსენეთ ჯადოსნური სამყარო. ეხლა ვუთხრათ უფრო მეტად რომ დავაინტერესოთ თქვათ მსურველები, როგორ სამყაროში მოხდებიან, რა უნდა გააკეთონ ამ სკოლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, რამდენი ხანს გაგრძელდება და როგორ უნდა მოხდეს თქვათ დაინტერესებული. დაინტერესებულ პირს შეუძლია როგორც მოგწეროს ჩვენს ვებგვერდზე hari.gz-ზე, ასევე Facebook-ზე შეუძლია ნახონ ჰოგვარტსის ქართულ-ბრიტანული სკოლაში ჩაწერონ და იქ სარეგისტრაციო ბმულს ნახავენ. რაც შეეხება სკოლას, ჩვენ გვაქვს ჭკვიანური თამაშები, საინტერესო ვორქშოპები, ასევე კონკურსები. ეს ყველაფერი არის ამოღებული ჰარი პოტერის ფილმიდან და წიგნიდან ჰარი პოტერი და მათ ვისაც საკითხული აქვს უკვე და ნახე აქვს ეს ფილმი, იქ ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება თითქოს აი ამ ფილმის ერთ-ერთი მოქმედი გმირია. როდესაც მე პატარა ვიყავი, სულ ოცნებობდი ხოლმე, რომ ნეტა იქ სადაც სწავლობდი არ მესწავლა და მესწავლა ასე ვთქვათ ჰოგვარტსში და ამ ოცნების განხორციელება ასაკობრივ კატეგორიაზე საუბრობთ, რომ მე მგონი ყოველს აქვს და ჩვენ 9-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას ვეხებით. ეს კატეგორია არის ორ ნაწილად დაყოფილი, 9-დან 13-ის ჩათვლით და 14-დან 19-მდე და შევთავაზებთ ამ ორ კატეგორიას სხვადასხვა ტიპის ლექციებს და სხვადასხვა თემატიკას. ვთქვათ, პირველ ბლოკში, რომელიც ცოტა მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, ეს იქნება ბავშვთა უფლებები, გარემოს დაცვა, мотивация, ასევე ივენთების მენეჯმენტი და ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი ბავშვებისთვის, ასე ვთქვათ, ზრდასრული მოზარდებისთვის იქნება საჯარო გამოსვლების ტექნიკა, ივენთების მენეჯმენტი ასევე და რაც პირველს უტარდება, ასევე მეორესაც ჩაუტარდება, მაგრამ უფრო მეტად განსხვავებულ თემებს თავაზობ, მაგალითად კომუნიკაცია, ლიდერობა და мотивация ორივე ასაკობრივ კატეგორიას ეხება, ვინაიდან როგორც მე-4 კლასელისთვის, ისე მე-12 კლასელისთვის, ნუ ეს თემები ისეთი თემებია, რომ საერთოა ყველასთვის და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, აუცილებელია კიდევ ის გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ეს ამ თემებს როცა ვაორგანიზებდით და სწორედ აი ამ პროექტს როცა ვქმნიდით, გავიარეთ კონსულტაციები როგორც ლექტორებთან, მასწავლებლებთან, აკადემიურ პერსონალთან, რომელიც მუდმივად არის აი ამ სფეროში ჩართული და მუდმივად უწევთ აი ამ ასაკობრივ კატეგორიებთან მუშაობა და სწორედ ანუ თემატურად არის ვორქშოპებით შერჩეული და მშობლებს და მოსწავლეებს პირდებით რომ არა მხოლოდ გაერთობიან და გასართობი შემეცნებით გასართობი იქნება ასე ვთქვათ გასართობი აქტიურობა და ბევრი სიტუნდაჩვევებს განივითარებენ რომელიც რა თქმა უნდა შემდგომში უკვე მნიშვნელოვნად დაეხმარება თქვა სხვადასხვა საქმიანობაში მე მაინტერესებს სხვადასხვა პროექტებს როდესაც ახორციელებთ როგორია ხოლმე გამოხმაურება და აი როგორ ელოდებით როგორ ფიქრობთ თქვენი ვარავი
ვარაუდები როგორია. იქნება თუ არა დიდი ინტერესი ახალგაზრდებში ამ პროექტისადმი. და საერთაშორისო გამოცდილება საინტერესოა თუ არსებობს მსგავსი სახის პროექტები, თქვათ, რომელიმე ქვეყანაში. და იქნებ მოდელის მიხედვით ხელმძღვანელეთ. კი. ასე ვთქვათ, მოდელის მიხედვით არ გვიხელმძღვანელია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ, ჩვენ თვითონ დავაორგანიზეთ ეს ყველაფერი. ამასაც აქვს თავისი ხიბლი რაღაც. არავის მსგავსი არ არის. და საქართველოში პირველად ექსკლუზიურად ვიტყვით თქვენ შოუში, რომ იქნება გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, ასეთი სკოლა საქართველოში არ შექმნილი, იმიტომ რომ იქნება ზამთრის სკოლა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და რა იგულისხმება ამ გამჭვირვალობაში. ნებისმიერ მშობელს შეიძლება შემოვიდეს კონკრეტულ დახურულ ჯგუფში, რომელიც შეიქმნება სოციალურ ქსელში, Facebook-ში და დააკვირდება თავის შვილს, მაგალითად, ტრეინინგს, კურსებზე, ასე ვთქვათ, იმ ღონისძიებებში, რომლებშიც ასე ვთქვათ, ჩართულია, იმ პრეზენტაციების დროს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მშობლებიც ჩართულნი იყვნენ აი ამ მთლიან პროცესში და დააკვირდნენ, მოგცენ კრიტიკა, მოგცენ ასე ვთქვათ, კომენტარების სახით ანუ კი კარგია რომ სურათები დავასურათებთ ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ აუცილებელია ისიც, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალეები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტად მოვიპოვოთ, ასე ვთქვათ, მშობლების ნდობა და ჩვენ გარდა იმისა, რომ სატელევიზიო ეთერში, ასე ვთქვათ, გადავწყვეტეთ, რომ მოვსულიყავით, ჩვენ ყავს დაახლოებით 15 სტაჟიორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა კუთხეს მოიცავს აბსოლუტურად, დადის ყველა სკოლაში და ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანიას სტოვებენ აი ამ სავიზიტო ბარათებს, რომლებიც დატანილია ჩვენი ვებსაიტი, Facebook გვერდი და ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია. და ძალიან გამეხარდება თუ რეგიონებიდან გამოთქვამენ სურვილს და იქნება ინტერესი. ოთიდან არის განსაკუთრებული დაინტერესება, ძალიან ბევრი ბავშვია დარეგისტრირებული. ოთი ახსენეთ, ხო? იმედია სხვა რეგიონს იაქტიურებს და თბილისის სკოლებს რაც პაექრობა გაიმართება უკვე ერთად. აი თბილისის სკოლებს რაც შეეხება, სკოლა ოპიზა, რომელიც ძალიან აქტიურია, პოლუსი და ნუ არ ვიცი საჯარო კერძო სკოლები ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ სკოლის დირექტორს, რომელიც ესე ღიად გვიღებს და გვენდობა და საშუალებას გვაძლევს, რომ მივიტანოთ მოსწავლებამდე ეს ძალიან კარგი პროექტი, რომელშიც ჩართული არა მხოლოდ სტუდენტები და ახალგაზრდები, არამედ კვალიფიციური კადრი და იქ გვეყოლება, ასე ვთქვათ, მოწვეული ლექტორები, დოქტორის ხარისხის მფლობელები და გამოცდილი ტრენერები და კიდევ ერთხელ მათაც დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მოხალისეობრივად იღებენ, ასე ვთქვათ, მონაწილეობას აი ამ სკოლაში. მე მაინტერესებს პრიზებიც, იმიტომ რომ ეს გვერდს ამახალისებელი იქნება, ვფიქრობ, მონაწილეებისთვის. თქვათ, რა პრინციპით მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, თქვათ, ნომინაციებიც საინტერესოა და სანამ გამარჯვებულებამდე მივალთ, იქნებ ისაც უთხრათ მაყურებელს, თქვათ, როგორ შეარჩევთ? ეს იქნება გასაუბრება თუ აი რა კრიტერიუმები უნდა აკმაყოფილდეს? ახალ წლის შემდგომ პერიოდში გაიმართება სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, იქ შევხვდებით დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებს და მათთან გავვლით ასე ვთქვათ, გასაუბრებას. ბავშვთან და მშობელთან ერთად გავვლით დიახ გასაუბრებას და გავუფორმებთ თითოეულ მშობელს ხელშეკრულებას, რომელიც ასე ვთქვათ, მოიცავს რომ ჩვენ ოფიციალურად ვაკეთებთ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ დეტალს. გამგზავრება და იქ ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული და უნებრივია რომ ყველა მშობელს რა თქმა უნდა სურს რომ ეს ყველაფერი ჩატარდეს. ვაცნობთ პირობებს, კი არა დღის განრიგს თუ რა დროს რას გააკეთებს მათი შვილი, ხო, მათი შვილი თითოეულს დაურიგდება ეს ფურცელი, ასე ვთქვათ და განრიგი ეცოდინება ყველა მშობელს. და შეუძლია მე რომ შემოვიდეს და გადაამოწმოს მიმდინარეობს თუ არა. თან გამჭვირვალე იქნება როგორც თქვით და ჯადოს სამყაროში არიან ბავშვები და მშობლები მაინც უყურებენ. მაგრამ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით რაღაცა. მე მაინტერესებს, აი რა როდესაც დაბრუნდებიან ეს ბავშვები, როგორ ფიქრობთ თქვენ, თქვათ, როგორი შთაბეჭდილებები დაბრუნდებიან, რა უნარჩვევებს განივითარებენ? კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, მიმართოთ მათ და მივეწოდოთ ინფორმაციას. ეხლა თქვით რომ საინფორმაციო კამპანია გრძელდება, ხო, სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში და ჩვენს გვაქვს საშუალება რომ მიმართოთ ეთერით და უთხრათ ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც გაუჩნდება სურვილი რომ თუნდაც ძველი ახალ წლებში მოხდეს ესეც ხაფრულ სამყაროში. კი, რაც მთავარია, გაუმჯობესდებათ უნარჩვევები, ეს არის ლიდერული უნარჩვევები, ეს არის კომუნიკაცია. მაგალითად, ნუ ბევრ ბავშვს აქვს ხოლმე პრობლემა, რომ როდესაც თანატოლთან ვერ ამყარებს კომუნიკაციას, ნუ არ შეუძლია რაღაცა მეგობრული ანუ ჩვენ ისეთი ვორქშოპები გვაქვს დაგეგმილი იმ კონკრეტული სკოლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად დაუკავშირდნენ. ნუ აი, ყველაფერი არის ერთმანეთთან, ანუ ერთი დიდი ჯაჭვია, რომელშიც ყველა მოსწავლე
არის ჩართული. და რეალურად ჩვენ ვაძლევთ იმის გარანტიას მშობლებს და ასე ვთქვათ მოსწავლეებს, რომ აი ამ ჯაჭვში, აი ამ ასე ვთქვათ ერთ-ერთი ნაწილი იყოს. კეთილი, მე მინდა ნინოსაც ვკითხო, ზოგადად განათლების საერთაშორისო აკადემიის შესახებაც მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაციას. განათლების საერთაშორისო ეს აკადემია ახორციელებს ამ პროექტს, საკმაოდ მასშტაბური პროექტია. იქნებ რამდენიმეს გაუსვათ ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანი წლის განმავლობაში, რომელიც განათლების საერთაშორისო აკადემია დაარსა მარიამ ამ წლის ოქტომბერში და ის უფრო კარგად ისაუბრებს ამ თემაზე. მე ცოტა გვიან შემოვერთდი. ანუ განვაერთებ იმას, რომ განათლების საერთაშორისო აკადემიიდან ვიწყებთ არა მხოლოდ ანუ ლოკალურ პროექტებს, არამედ უკვე მომავალი წლიდან 2017 წლიდან გეგმავთ საერთაშორისო პროექტებს, სადაც ჩართული იქნება არა მხოლოდ მოსწავლე ახალგაზრდობა და სტუდენტები, არამედ კადრი, ესენი იქნებიან მასწავლებლები, პედაგოგები, სწორედ აი ამ ადამიანებისთვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა, სამეცნიერო კონფერენციები დაიგეგმება აუცილებლად, იქნება ზამთრის და ზაფხულის სკოლები აუცილებლად აი ამ ადამიანებისთვის და უკვე შექმნილია სოციალური ჯგუფები ჩვენს Facebook გვერდზე, სადაც ნებისმიერ ასე ვთქვათ, განათლების სექტორში მომუშავე ადამიანი შეუძლია რომ შემოვიდეს, დაემატოს და ის ინფორმაცია ასე ვთქვათ, პირველად ასე ვთქვათ, ძალიან მოკლე დროში მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და აი ამ პროექტების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. ჩვენ აქტიურად გეგმავთ უკვე Erasmus+-ის პროექტების განხორციელებას, ვინაიდან თითოეული ასე ვთქვათ, ახალგაზრდა, თითოეული ის კადრი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია რომ შეიქმნა საერთაშორისო დონის პროექტები და ჩვენ ამაზე უკვე მუშაობთ და აქვე დავაანონსებ იმას, რომ 2017 წლიდან განათლების საერთაშორისო აკადემია სთავაზობს საქართველოს მოსწავლეებს ძალიან დიდ პროექტს და ეს არის ჰარის ოლიმპიადა, რომელიც თავიდან იქნება და სტარტი, ასე ვთქვათ, პირველი იქნება ინგლისური ენის ოლიმპიადა, თანამშრომლობთ უკვე რამდენიმე უნივერსიტეტთან და ასე ვთქვათ, სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და რაც მთავარია ის, რომ გვერდში გვიდგას ასევე რამდენიმე ინგლისური ენის ცენტრი, რომელიც ასე ვთქვათ, მუდმივად არის ამ პროცესში ჩართული და ჰარის ოლიმპიადა უკვე თებერვლიდან დავიწყებთ აი ამ პროექტის ორგანიზებას. hari.git არსებობს, ასე ვთქვათ, საიტი, რომელიც აქვე გვაქვს მითითებული და სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ჰოგვარტსის სკოლის, ასე ვთქვათ, მოსწავლეებს 8 იანვრის ჩათვლით, ასევე უკვე ოლიმპიადის რეგისტრაციაც მალე დაიწყება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გუნდი, რომელიც განათლების საერთაშორისო აკადემიას ყავს, აუცილებლად შესთავაზებს განათლების სექტორში მომუშავე ადამიანებს ძალიან კარგ, ხარისხიან და პროდუქტიულ პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ისეთ წარმომადგენლები ყავს სტუდიაში, რომ ასეც იქნება. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენ სტუმარს ნინოს, რომ ჩავთვალოთ განათლებაზე გესწრაფო. კარგი, მოკლედ თქვათ ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ისევ იმ პროექტის შესახებ მაყურებელს, სადამდე იქნება დრო მონაწილეობა რომ მიიღოს და ვისაც მონაწილეობა მიიღოს ჩვენ სამთრის სკოლაში გაატაროს შესანიშნავი 3 დღე ჩვენთან ერთად შეეძინოს უამრავი მეგობარი და გაიუნჯობესოს ინგლისური ცოდნის დონე. 8 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდეს hari.git-ზე. შემდეგ ჩვენ მოვიწვევთ მათ მშობლებთან ერთად გავლით გასაუბრებას და შემდეგ მივანიშნოთ თქვათ აი რას მიაქცევთ ყურადღებას. ყველას მივაქცევთ მოტივაციას, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მოტივირებულია, რამდენად წერილი უნდა მოიტანოს თუ გასაუბრებას. არა, გასაუბრების გზით მოხდება და მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ახლა ხანს ვითარდება საქართველოში. ის ლექციები და ის თემატიკა, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ჩვენს დღის წესრიგში არის მორგებული აი ამ არაფორმალურ განათლებას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ამ სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის და ძალიან საჭიროა მათთვის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მე ის გადამრჩენია, გითხრათ რომ მადლობა მობრძანებისთვის და ის გადამრჩენია წარმატება გისურვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევთ, იმიტომ რომ ხართ მიზანდასახულები, ძალიან აქტიურები, მე ძალიან მახარებს და გელოდებით ბევრი სიახლეებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ მარი გეთიაშვილი და ნინო მწარიაშვილი, განათლების საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები. გეუბნებით მრავალ ახალ წელს ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის 2017 წელი უკვე. შუადღე კი გრძელდება კიდევ ერთი თემა გვალის წინ, ცოტა ხანში ბრუნდებით სტუმართან ერთად.